შემიშაღებელი კავა როგორც იქნა გაშრა და დილიდან მოყოლებული ყურში ჩამესმის მერაია ქერი რომ იძახის ყოველ წელს It's time Halloween მოდის აბსოლუტურად ყველამ, ვინც მიცნობს, იცის თუ როგორ მიყვარს ჰელოუინის აღნიშვნა. არა მარტო მე, არამედ გიოსაც და რამდენი ხნით ადრე ვემზადებით ამ დღესასწაულისთვის და რომ ერთი ფორმა არასოდეს არ ყოფნის, ყოველ წელს ორი გვაცვია და წელს გადავწყვიტეთ, რომ სამი ჩავიცვათ. ანუ არ ვიცი ეს სიგიჟე საიდან გამომდინარეობს, სავარაუდოდ ბავშვობაში რომ არ გქონდა ამის აღნიშვნის საშუალება, ალბათ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ეგო დავიკმაყოფილოთ და ავინაზღაუროთ, მაგრამ თან აი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელიც გიждდება ფილმებზე, მულტფილმებზე, მუსიკაზე, წიგნებზე და უნდა რომ უბრალოდ ყველა პერსონაჟი მოასწროს და იყოს ამ ერთ ხანმოკლე ცხოვრებაში. აბა რომელიც ვიდეოს დასწრებში განახეთ, არის Shark Tale-ის ლოლა, მეორე ფორმა რომელიც მეცმევა იქნება მეგი, ჰერკულესის შეყვარებული, გიო იქნება ჰერკულესი და მესამე ფორმა არის Invincible-ის მარკი და ივი. არ ვიცი ტანსას მეთხვდებით თუ არა, მაგრამ პირველი იქნება მეგი და ჰერკულესი. ველოდები გიოს რომ მოვიდეს და თავის ფორმა ჩაიცვას და გავიქცეთ. ყველას ასწილო ის არის, რომ ამ პრინცესულ კაბაზე Nike არის ბუცებივით ბოტასები უნდა მეცვათ. ეს გავედი სპეციალურად ყვითელი ქაღალდი ვიყიდე და გამოვჭერი რგოლები, ძველ ბროშებს დავუმაგრე, რომ მეგარას როგორც აქვს, აი აქ და მე მგონი აქ დავიმაგრო ეს პინებად. ჩემ ფორმა მოგეწონა ესე იგი? ძალიან დიბობა. ველოდები ახლა ამავს. ვეუბნები მე შენზე უკეთესად ვარ, თქვა და შანსი არაო და ანუ მოვიაროთ რომ ვარ. რაც არ უნდა იყოს მე უფრო ხურო. ობიჭი მე ძაგაი. აი ძაგ. გუარი, მაგრამ აი სტატუკა. ხო. აი ცოტა ესე ხო. ცოტა ცოტა. ცოტა მე ხაიქ მომჭირე. რა? თუ გამზე მეორეც გააქამ ცოტა. მოდი ამას ორად გავჭრე. ხო, ეგრე ჯობია. მე ვიწყე, просто как ისო მოგაჩვენ. ლენდის რესტორანს გავუკეთე ჰელოუინის თემატიკის მაგიდის ქვეშ დასადები ქაღალდები, რომელიც ამ ვიდეოშიც ჩანს და კიდევ სტიკერები. სანაცვლოდ მათ დაგუპატიჟეს იმ დღეს საჭმელად. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ანგუსის ბურგერები და სასმელი შეგვეკვეთა. ძალიან გემრიელი იყო მართლა. დიდხანს იქ აღარ გავჩერდით, რადგან მეობაში გვინდოდა მონაწილეობა მივიღო ქეთვოკში, როგორც ყოველ წელს. თურმე ქეთვოკი აღარ არსებობს, ამიტომ ესანთელი მოვიპარეთ და წავედით ცეხში ბავშვების სანახავად. რაში გაატარე ჰელოუინი ცეხის წრის დარტყმის საცოლში. აღარ შემიძლია. აქ მოსვლა ჩემი არჩევანი. ზედამინდა ამდენი ხანი ვღებავდი პარიკს, როგორ ეტყობოდა სითეთრე და აი საერთოდ გაქრა. უკვე ვფიქრობ, რომ გუაშით შევღებო, იმიტომ რომ ხელოვნური თმაა და აშკარად ვერ იჩერებს ის სპრეი, თორე შარშან გიოს ძალიან მარტივად შეუღება თავისი თმა. და გიო თვითონ მეუბნება, რომ შენი თმა შეიღებეო და ვერ ხვდება ქალისთვის, რას ნიშნავს, რომ თმა შეიღებო წითელში და თეთრში. სპრეითთან ერთი ჰელოუინის გამო, რომელმაც შეიძლება გაანადგუროს მერე მთლიანი ჩემი ცხოვრება. მოკლედ, სატესტო მაკიაჟი ძალიან მომწონს, აი, ტუჩები განსაკუთრებით, მაგრამ არ ვიცი მანქანაში რამდენად კარგად შევძლებ, რომ იგივე გავიმეორო თან 20 წუთში. მაგრამ იცით რა არის, ჰელოუინის მთელი მუღამით ზუსტად ეგ გამოწვევებია. ახლა ამას უნდა ვუშველო. უნდა გავარდე ორგ სერვისში, რომ კიდე მეორე ფორმაც დასამთავრებელი მაქვს ჰერკულესის და მეგის და ნელ-ნელა დაგაწევთ ამბებს. აი რა კარგი ვლოგი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ამის შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი წამეშალა. იქამდე კიდე რაღაც მაინც მქონდა, არ ვიცი, TikTok-იდან და სხვის ტელეფონიდან, მაგრამ აღარაფერი აღარ არსებობს. მხოლოდ ეს ფოტოები, ეს არის Shark Tale-ის ლოლას კოსტუმის ფოტოები, თუმცა ვინ უნდა აჯობოს ოდესმე გიორგი ამირანაშვილს, რომელსაც ფეხზე აცვია ხის ქოშები და არის სამურაი ჯეკი. არ ვიცი.